ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი შემოგვიერთდა. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ დღეს მოხსენებულ წმინდანთა შესახებ, ასურელი მამების შესახებ, ასევე დღეს არის ხსენება პატიოსნისა ჯვრისა, რომელიც გამოცხადდა იერუსალიმს. მამა დავით, მოგესალმებით, დაგლოცეთ. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში დავიწყოთ პატიოსანი ჯვრის ხსენებით, რომელიც გამოგზავნდა იერუსალიმს. ანუ რას გულისხმობს ეს დღესასწაული, რომ აგვიხსნათ და შემდგომ უკვე ვისაუბროთ ასურელი მამების შესახებ, რომელსაც ძალიან დიდი ღვაწლი აქვს საქართველოში, განსაკუთრებით მონასტრული ცხოვრების დამკვიდრების დაფუძნების თვალსაზრისით. დღევანდელი დღეც ისე როგორც ყოველ დღე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თავისი მიმოხილვა ჭირდება, ვიცოდეთ ეკლესიურად რა დღესასწაულში ვიმყოფებით. დღევანდელ დღეს 351 წელს ქალაქ იერუსალიმში გამოფწმინდა ჯვარი სხვადასხვა კაშკაშა ფერებით აკიაფთა იერუსალიმის საზზე. ეს მოხდა იმპერატორ კონსტანცის დროს, რომელიც იყო პირველი ქრისტიანი იმპერატორის კონსტანტინეს შვილი და სამწუხაროდ ის იყო არიანელი იმ პერიოდში, საკმაოდ დიდი ტალღით უტევდა ეკლესიას არიანული მწვალებლობა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ისინი ამბობდნენ, რომ ქრისტე არ არის მარადიული ღმერთი თანასწორი მამისა. სამწუხაროდ დღესაც გრძელდება ეს, შეიძლება ადამიანი ისე კლასიკურად რასელის სექტის მიმდევარი არ იყოს, მაგრამ მისთვის ქრისტე ღმერთი არ იყოს და სხვა ვინმე იყოს მისთვის ღმერთი და რა მნიშვნელობა აქვს ახლა როგორ აცდები შენ ჭეშმარიტების გზას, ამიტომ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ჭეშმარიტების გზაზე დავდგეთ და ახლა კვირას იყო რა სამარიტელის კვირა და მან ესე იგი დაიჯერა ქრისტეს ღმერთობა და შემდგომში თავიც კი გაწირა ამისთვის, რომ ჩვენთვის ქრისტე ღმერთი იყოს და რაღაც ისეთი სასწაულები არ მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენს გამოფხიზლებას ემსახურება, რომ პირველ რიგში ჭეშმარიტ გზაზე დავდგეთ რწმენის კუთხით. და ეს ზოგადად ჯვარი რომის იმპერატორებისთვის საკმაოდ დიდი საცდური იყო, ჯვარი იყო რომელთა დაშლის იარაღი, ამიტომ გარკვეულწილად უჭირდათ იმის დაჯერება, რომ როგორ შეიძლება ღმერთი, რომლის ხელშიც არის ყოველივე ხილული და უხილავი, ჯვარზე გაეკრას, ამიტომ რომის იმპერატორებთან ხშირად ხვდება ჯვრის გამოცხადება, იგივე მეფე კონსტანტინესთან, რომელმაც ასევე საზზე ჯვარი იხილა გამოსახული და მიიღო უწყება ამიცლო, ასევე კონსტანცის შემთხვევაშიც ხდება ეს, მაგრამ არ წერია მასზე, რომ მან ცხოვრება შეცვალა ნამდვილი რწმენისკენ, მართლმადიდებლობისკენ, ის დარჩა არიანელად და ვერ განმართლა შესაბამისად. ამ სასწაულს არაერთი ადამიანის მოქცევა მოყვა, როგორც საეკლესიო ისტორიკოსები ამბობენ, ელინები და იუდეველები გაქრისტიანდნენ და ვინც მორწმუნე იყო იმ პერიოდში, მათში რწმენამ უფრო მეტად გაიღვიძა და მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენ მიაშურეს ალოცავად. თუმცა თვითონ უფალი ამბობს ახარებაში, რომ მეორედ მოსვლის დროს გამოჩნდება სასწაული ცათაშინა და წმინდა იოანე ოქროპირის და ბასილი დიდის განმარტებით ეს არის ცხონმყოფელი ჯვარი და ეთყობა იმ პერიოდშიც იყო განმარტება ბიბლიის ამ ეპიზოდის, რომ როდესაც ჯვარი გამოცხადდებოდა საზზე, მაშინ მოიწეოდა სამყაროს აღსასრულიც და ამან მთელი იმდროინდელი საზოგადოების გამოფხიზლება გამოიწვია და იმისთვის, რომ ეს დავიწყებას არ მიცემოდა, ეკლესიამ კალენდარში შეიტანა ამის აღნიშვნა, იმიტომ რომ ის დღესასწაულები, რომელიც ჯვარს უკავშირდება ჩვენს გამოხსნას, ჩვენი ცნობიერების გამოფხიზლებას და ახალი ცხოვრების დაწყებას. რეალურად ეს მოხდა მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის შემდეგ, დამარცხდა სიკვდილი, დაითრგუნა ეშმაკი და ჩვენ მოგვეცა თავისუფალინება ისეთი, რომელზეც ვერავინ ვერ ძალმომრეობს, გარდა ბოროტი ჩვევისა, თუ ამ ჩვევაზე ჩვენ ავდგებით და მოვინდომებთ, ეშმაკი უკვე დამარცხებულია და უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ვართ ჩართულები. და შეგვეციო ჯვრისდალა გვფარავდეს მთელს ქართველ ერს, მთელს მსოფლიოს, კი ადგილმდებარეობითი გაგებით იერუსალიმში გამოცხადდა ჯვარი, მაგრამ ეს მთელი საქრისტიანოს დღესასწაულია, რითაც უფალი ამტკიცებს იმას, რომ მის ხელში არის ყოველივე და ჯვარი არის უდიდესი სიწმინდე და თან ეს ისეთი სასწაულია, როცა კაცობრივი ხელი არ მონაწილეობდა ამაში, სხვა სასწაულების შემთხვევაში წმინდანები მოქმედებდნენ ხილულად, ხოლო უხილავად ღმერთი
მოქმედებდა და სასწაული აღესრულებოდა და ძალიან ხშირად ადამიანები წმინდანებს მიაწერდნენ ამ სასწაულებს, მაგრამ წმინდანები ამბობდნენ, რომ ჩვენ არა ღმერთით ხდება ეს ყველაფერი. ხოლო ამ შემთხვევაში პირდაპირ ღვთივ გამოცხადებული და ღვთივ გამოწყენებული იყო ეს სასწაული, რომელსაც კაცობრიოვი ხელი ბუნებრივია ვერ ეხებოდა და დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო გადაჭიმული ეს ჯვარი. ვისაც უნახავს ანუ იერუსალიმში ვინც არის ნამყოფი წარმოიდგენს თქვათ აი რა მასშტაბური იყო სასწაული. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სასწაულებზე ჩვენს გადაცემებში მამა დავით და დღეს რამდენად საჭიროა და როგორ შეიძლება ადამიანი ზოგადად ცხოვრობდეს დღევანდელ ცხოვრებაში, დასჭირდეს მას სასწაული იმისათვის, რომ ირწმუნოს ჭეშმარიტი სარწმუნოება. რა არის დღეს იმისათვის საჭირო, რომ ადამიანმა დაიჯეროს? ეხლა ეს ჩვენს გვაქვს ეს ცნობა და ეხლა შეიძლება ერთი ცნობა რაღაც შეცდომა იყოს, მაგრამ აი ათასობით და 10,000-ობით ცნობა არის სასწაულების შესახებ, ისტორიკოსები გვიყვებიან, ბიბლია გვიყვება სასწაულების შესახებ და ეხლა მაინდამაინც ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი ხორციელი თვალით. შეიძლება ეს უფრო დაუჯერებელი იყოს რაღაც მომენტში, ვიდრე ის, რომ აი ამდენი ადამიანი მოწმობდა, რომ ეს სასწაულები ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, რომელსაც კაცობრიოვი ხელი ვერაფრით ვერ შეასრულებს და თუ ადამიანს უნდა, მოდი ესე ვთქვათ, რომ ცხოვრება შეცვალოს, მისი დაცემული ბუნება გამოჯამრთელდეს და მოხდეს სულიერი ფერისცვალება მაშინ ის აღიარებს სასწაულს და აღიარებს ზოგადად ღმერთის არსებობას, მხოლოდ და მხოლოდ უგუნური და ვინც დამონებული არის ცოდვებს და ტკბება ცოდვისმიერი გულისხმებით, ის არ აღიარებს ეკლესიის მადმოსილებას და აწყობს ყოველდღიური გამართობელი ცხოვრება და თავის ნაჭუჭში არის და ზოგადად სასწაული მაინდამაინც ისე არ არის მთავარი, რომ გარეგანის სასწაული, რომ ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს, როცა ღმერთი ადამიანის გონებას, ადამიანის გულს შეეხება, მაშინ ყველაზე მეტად იცვლება ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ, ადამიანი კეთილშობილდება და ასე შემდეგ, მრავალი ბერკეტი აქვს უფალს ადამიანთან მიმართებაში. ქრისტეშობის დღესასწაულზე წერია იქ საგალობელში, რომ რომელნი ვარსკვლავს ამსახურებდნენ, ვარსკვლავისაგან ისწავეს შენი თაყვანისცემა, ხომ? ვინ რა ყაიდაზეც არის და ვინ რითიც არის გამსჭვალული და განსწავლული, იმის მიხედვით ხორციელებს უფალი კონკრეტული ადამიანების მოქცევას. აბსოლუტურად ინდივიდუალური არის ეს თუ როგორ ხდება ადამიანის მოქცევა. ნუ მრავალი ასპექტი არსებობს. აი მაგალითად მოციქულების შემთხვევაში ისინი ჭეშმარიტებას ეძებდნენ და იპოვეს ჭეშმარიტება და გაყვნენ. სასწაული არ დაჭირვებიათ მოციქულებს. ზოგს სასწაული დაჭირდა, მაგრამ იქვე უფალმა თქვა, რომ უკვე თუ არ აიხილოთ სასწაულები და ნიშები არ ერწმუნოთო. აი ერთ-ერთ სამეუფო პიროვნებას, რომელსაც შვილი ყავდა სნეული და მას შვილს განუკურნავს, ესე სიტყვებს ამბობს იქ ქრისტე. კი ხდება სასწაულები, მაგრამ უფალს ურჩევნია, რომ ჩვენ ესე წმინდა გონებით და წმინდა გულით დავინახოთ ღმერთი და მისი დიდებულება, როგორც არის ერთ-ერთ ნეტარებაში. ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. და როდესაც ადამიანის გული სუფთავდება, მაშინ უმზერს ის ღვთის დიდებულებას, მისთვის უკვე აღარ არსებობს რაღაც დამაბრკოლებელი იმ სულიერ მხედველობაში, ხომ ის. თუ ვინ ეძიებს სასწაულს, ამის შესახებ წერია გარკვევით, ხო, რომ ნათესავი მემრუშე არ მიყვარს ხოლმე მისი გამეორება, იმიტომ რომ რაღაც მაინც რეალურად წერია ეხლა, მაგრამ ხშირად ვერ ღებულობენ ხოლმე ამას, რომ ვეუბნებით ადამიანებს და კლიანობაში ეხლა ეს მემრუშეობა მაინდამაინც ეს გამოხატულად რომ ადამიანი ჩადის სამსოდვას არ არის თითოეული წამი რომელსაც ჩვენ კარგავთ და არ აღვასრულებთ ღვთისმსახურებას კეთილსაქმეს ეს უკვე სულიერი მრუშობა არის ღმერთის ღალატი როცა ჩვენ არ დავდივართ წირვალოცვაზე როდესაც ჩვენ არ ვასრულებთ თავარ ცნებას ქრისტეს მიიღეთ და სჭამეთ ეს სიარს ხორცით ჩემი სულ ამისგან ყოველთვის სიარს სისხლით ჩემი რაც უკავშირდება ჩვენს გადარჩენას ჩვენს გამხდობას ჩვენს ამოყვანას სოდვის ჭაობისგან ეს უკვე რა თქმა უნდა სულიერი ღალატი არის მრუშობა არის ღმერთის და არავინ არავისზე მეტი არ არის სულიერი ღალატის გამო ადამიანები არ ხვდებიან საპყრობილეში არც მოყვასის განკითხვის გამო არც ამპარტავნების გამო ხოლო სხვა გამოკვეთილი ცოდვების გამო ადამიანები ხვდებიან საპყრობილეში წყლობით იხდიან სასჯელს და ღვთის თვალში შეიძლება ის ასე ვთქვათ მოწინავე ადგილს რო იკავებს დღეს საზოგადოებაში უფრო მეტად დამნაშავე იყოს ვიდრე ის ვინც დღეს საპყრობილეში არის და ნუ იმის თქმა
ნამდვილად შეიძლება რომ არავინ არავიზე მეტი არ ვართ, არავინ არ უნდა განვიკითხოთ და ესე თავმდაბლობაში შესაძლებელია უკვე ქრისტეს მიღება. ამ პარტავან ადამიანს უჭირს ქრისტეს მიღება, იმიტომ რომ მას საკუთარი რჯული აქვს საკუთარ თავში ამ პარტავანს და საკუთარი რჯულის დარღვევა არ უნდა რომ ახალი ქრისტეს რჯული მიიღოს. დიახ, მამა დავით, დღეს ასევე არის ასურელი მამების ხსენების დღეც და ჩვენ საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მე-6 საუკუნეში საქართველოში წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი შემობრძანდება, შემდგომ უკვე პირველ საუკუნეში მოციქულები ქადაგებენ, წმინდა ანდრია პირველწოდებული შემობრძანდება და სხვა მოციქულებიც, მე-4 საუკუნეში წმინდა ნინო აქრისტიანებს საქართველოს, მე-5 საუკუნიდან არის ავტოკეფალური და აი უკვე მე-6 საუკუნეში საქართველოში შემოდიან წმინდა მამები, ასურელი მამები, წმინდა იოანე ზედაზნელის ხელმძღვანელობით და ისინი აფუძნებენ მონასტრულ ცხოვრებას. რა ვიცით მათ შესახებ და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მათი როლი? დიახ, რა თქმა უნდა, ქართველი ერის მოქცევა ოდითგანვე დაიწყო, თქვენ ახსენეთ ილია წინასწარმეტყველის ხალენის შემობრძანება საქართველოში და არც ერთგვარი წინაპირობა გახდა, წინამორბედული გახდა იმისა, რომ თვითონ ილიაც არის ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედი ილია თესბიტელი. რომ საქართველოში მე სლავური კერა გაჩენილიყო ქრისტიანობის პირველ საუკუნეში ჩვენთან იქადაგეს მოციქულებმა, რასაც უტყუარი დამადასტურებელი წყაროები აქვს ანდრია მოციქულმა, სვიმონ კანანელმა, მატათა მოციქულმა, ამავე უკანასკნელი საფლავიც არის საქართველოში. მაგრამ ესე მარტივი არ იყო ქრისტიანობის მიღება და ზოგადად არ არის მარტივი ქრისტიანობა, მაგრამ არა ქრისტიანობა უფრო რთულია, ესეც უნდა ვთქვათ. ამის შემდგომ გადის კიდევ 3 საუკუნე და ესე ვერაერთო ქრისტიანული ცხოვრება ჩვენს ერში, წმინდა ნინო შემოდის საქართველოში, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, მაგრამ მაინც გარკვეული უმეცრება იყო ქრისტიანული თვალსაზრისით ჩვენს ერში და ბუნებრივია, მაშინ სხვა პერიოდი იყო. არ იყო ამდენი საშუალება, ეს წიგნები, რომ ქრისტიანული ინფორმაციები გავრცელებულიყო, მოძღვრება გადაცემოდა მრევლს. და უკვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით, რომლის უშუალო მოწაფეეთაც მიიჩნევა წმინდა ნინო და რომლის, ასე ვთქვათ, არჩევითაც ანდრია მოციქული შემობრძანდა პირველ საუკუნეში საქართველოში, ასურელი მამები გამოემართებიან საქართველოში. რა თქმა უნდა, ამას სხვა ფაქტორები წინ უძღოდა, როდესაც შენს ქვეყანაში ხდები წმინდანი სასწაულთ მოქმედი, ძალიან დიდ პატივში იმყოფები და ხდებოდა ისე, რომ ისე იგი უცხოეთიდან შემოდიოდნენ წმინდანები ჩვენთან და ჩვენი წმინდანები უცხოეთის სამონასტრო კერებში გადადიოდნენ სამოღვაწეოდ ან ხშირად უდაბურ ადგილებში, რომ თვისტომთაგან პატივი არ მიეღოთ, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი შემაკრთობელი მოღვაწისა, როცა ის დგება უდიდეს სულიერ სიმაღლეზე, თავისი უანგარობით, თავისი სიყვარულით, უპოვარებით და ასე შემდეგ და იწყება მისი განდიდება და ასეთ შემთხვევაში წმინდანები ყოველთვის იცვლიდნენ სამოღვაწეო ადგილს და ასურელი მამები სრულად უცხოობაში და უპოვარებაში შემოდიან საქართველოში და თავდაპირველად ისინი მცხეთაში დასახლდებიან და შემდგომში უკვე სამოღვაწეოდ ირჩევენ უკაცრიელ ადგილებს, სადაც არავინ არ მკვიდრობდა გარდა ცხოველებისა და ისინიც კი გარკვეული კატეგორიის ცხოველები და ფაქტურად დაუსახლებელი იყო ის ადგილები და მათმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს ერში, ყველანაირი გაგებით, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ქრისტიანული გაგებით, ზოგადად ქრისტიანობას არის მიბმული კულტურა, განათლება, ცხოვრების წესი, მეურნეობა, ის საშუალებები, რომლითაც უნდა იცხოვროს ადამიანმა ყველაზე მარტივად, ლაკონურად, ის რომ ადამიანი არ გადაიღალოს ნამწუთის ობოლზე საზრუნავებით და აი ეს ამგვარი ცხოვრების წესი გვაჩვენეს ჩვენ წმინდა მამებმა და უნდა ითქვას ისიც, რომ ისინი უაღრესად განათლებულები იყვნენ, ისინი არავის არ გამოგცევიან საქართველოში. ერთადერთი ქრისტიანობის გავრცელება და სამონასტრო ცხოვრების დაჩაღება მიზანი იყო მათთვის ყველაზე მეტად პრიორიტეტული, რადგანაც კი ქრისტიანობა ჩვენთან მე-4 საუკუნეში დიდი ტემპით წარიმართა, მაგრამ მონასტრული ცხოვრება მაინც ასე თუ ისე არ ვიცოდით როგორი იყო. ზოგადად ეკლესიაში მე-4 საუკუნიდან წამოვიდა პოპულარიზაცია მონასტრული ცხოვრების, წმინდა პახომი დიდი ითვლება ამის ფუძემდებლად და ძალიან საინტერესო არის ისიც, რომ როდესაც ჩვენ
ზოგადი ცხოვრება აქვთ ასურელ მამებს, თითქმის ერთნაირი ცხოვრებით გამოირჩევიან, სხვადასხვა ასპექტები გამოყოფთ მათ ცხოვრებაში. როდესაც დავით გარეჯელი მიდის გარეჯის უდაბნოში სამოღვაწეოდ, იქ ხვდება მას ძალიან გასახარი არის ქართველი წმინდა მამა დოდო გარეჯელი და ისინი მე შემდგომში თანამოღვაწეები ხდებიან და წმინდა დოდოც დავით გარეჯელის ასე ვთქვათ მეგობრული კურთხევით ხოვნით სხვა მონასტერს დაარსებს და ძალიან საგულისხმო არის მინდა მამების ცხოვრებიდან ის რომ მიუხედავად იმისა რომ მათ გარანტირებული არ ქონდათ ხვალინდელი დღე და არც არაფერი არ ქონიათ არსებოდ ისინი სრულ უცხოებაში იყვნენ მათ არც ქონება ქონდათ არც ვაჭრობდნენ უფალი მათ არასდროს არ ტოვებდა როდესაც დავით გარეჯელმა გადაწყვიტა რომ გაცლოდა ქალაქ თბილისის ცხოვრებას და უდაბნოში წასულიყო ჟად თავისათვის და სწორედ ამიტომ დაერქვა იმ ადგილს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მიდიან რა უდაბნოში წმინდა დავით ყავდა მოწაფე ლუკიანე და გადახმება ის ბალახი მწვანილი რომელთაც იკვებებოდნენ ეს ჩვენი განდეგილი მამები შეშფოთდება წმინდა ლუკიანე და ეტყვის ღირს მამას რომ ამოვაწენ რაღა გვეშველება ხოლო წმინდა მამა დავითი ეტყვის თავის მოწაფეს რომ ჩვენ იმედი არაფერზე და არავისი არ უნდა დავამყაროთ არამედ ცოცხალ ღმერთზე რომელიც ყოველდღურად ზრუნავს ჩვენზე რომელმაც 40 წლის განმავლობაში გამოსარდა თავის რჩეულიერი ქრისტემ რომელმაც 5 პური და 2500 კაცი განაცხადა მართლაც ამის შემდგომ ირმები მიდიოდნენ გარეჯელ მამებთან და უძველეს ფრესკებშიც არის ეს ყველაფერი ასახული როგორც წველის წმინდა მამა ლუკიანე ირმებს და მარხვის დღეების გარდა ამითი იკვებებოდნენ. გარდა ამისა გარეჯელს მამებს ზოგადად ასურელ მამებს ჰქონდათ ძალიან დიდი კადნიერება ღვთისა და ერის წინაშე, როდესაც გაცხადდებოდა მათი უკვე სიწმინდე, მათი დიდებულება, უკვე მეფეებიც კი მიდიოდნენ მათთან შესახვედრად და როდესაც ეუბნებოდნენ რა გინდა, რა გაგიკეთოთ, აი ანტონ მარტყოფელის ცხოვრებაში არის ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ მარილის დოდს ირმებისთვის. აი ესეთი უანგარობით გამოირჩეოდნენ და რაც ყველაზე ნიშანდობლივი არის ჩვენთვის თანამედროვე ადამიანებისთვის, ხომ შეიძლებოდა რომ მათ ეს სამონასტრო კერები და მონასტრული კომპლექსები არ ჩამოეყალიბებინათ, ხომ? ტაძარი არ არსებობს მზიარების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე უვნებლობას იყვნენ მიღწეულნი, მათზე აღარ მოქმედებდა ეს გემოთმოყარება, რაიმე მატერიალურზე დამოკიდებულება, ისინი მაინც არ ენდობოდნენ საკუთარ თავს და ძალიან კარგად ახსოვდათ უფლის სიტყვები, რომ უკვე თუ არ ასჭამოთ ხორცით ისა კაცისა და სვაც სისხლიმისი, არა გაქონდეს ცხოვრება თავთა შორის თქვენთან და ზიარების გარეშე, ევქარისტიული ცხოვრების გარეშე არც ერთი მათგანი არ დარჩენილა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ასურელი მამებიდან არ იყო მღვდელი და ისინი პირდაპირ გაგებით არ აღასრულებდნენ მსახურებას, წირვის მსახურებას, ისინი რა თქმა უნდა ეზიარებოდნენ. გამოსარჩევი არის მათი თავმდაბლობა. როდესაც დავით გარეჯელი საქართველოდან მიემგზავრება იერუსალემში თავისი თავმდაბლობის გამო არ შედის წმინდა ქალაქში თქვა რომ მე არ ვარ ღირსი სადაც უფლის ფეხები ეხებოდა მიწას უფლის ნატერფალი ეგ შევიდნენ და იქიდან ამ ქვას ამოიღებს სიმბოლურად და იერუსალემის პატრიარქს ექნება ხილვა რომ დავითს ივერიაში მთელი იერუსალემის მადლი მიაქვსო და ისე მოხდა რომ ორი ქვა დაატოვებინეს რაღაც მატერიალური ალბათ აღწერა უნდა იყოს იმ უხილავი სულიერი ქმედებების რომელსაც კაცობრიობი თვალი ვერ უყურებს. ამიტომ ესეთ გამონათქვამს ხშირად შეხვდებით მოისმენთ რომ სამჯერ გარეჯში ჩასვლა უდრის ერთხელ იერუსალემში ჩასვლას და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ პერიოდულად ვიმოგზაუროთ ასურელი მამების უდიდეს კერებში მოვილოცოთ ეს ადგილები და ძალიან სასიხარულო არის რომ უმეტესობა ჩვენი წმინდა ასურელი მამების საფლავები დღემდე არის შემონახული
და სწორედაც საფლავები არიან დადასტურება იმის რომ ისინი მართლაც მოღვაწეობდნენ და მართლაც ქრისტეს მადლის მატარებლები იყვნენ. ეს შინაგანი სულიერი კურნება მომდინარეობს მაშინ, როდესაც ჩვენ მათ სავანებში მივდივართ და მართლაც რა იქნებოდა ჩვენი დღევანდელი ცხოვრება, რომ არა ასურელი მამები საერთოდ რომ ადამიანი არ არის ეკლესიური და არ დადის ქრისტეს გზაზე, ისინიც კი აი როდესაც გაუჩნდებათ თავისუფალად, რომ აი უცებ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა შევივსოთ ეს რაღაც დეფიციტი საკუთარ თავში ქალაქური ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ მოგბეზრდა ეს ყოველდღიურობა. ძირითადად მიდიან სწორედ აი სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა მამა დავით ამასთან დაკავშირებით, რომ აი რა საოცარი მადლმოსილება ჰქონდათ ამ მამებს, რომ საუკუნეებს გაუძლო მათ მიერ დაარსებულმა მონასტრებმა პერიპეტიებს, ისტორიულ პერიპეტიებს გაუძლო და ჩვენ ვიცით თქვათ შაჰ-აბასის მმართველობის დროს და სხვადასხვა ძნელბედობის დროს რაბედი ეწეოდათ ხოლმე მონასტრებს და რამდენი ბერი შეეწირა ესეთ ძნელბედობას საქართველოს ისტორიულს და აი მიუხედავად ამისა დღესაც ეს მონასტრები არის არამხოლოდ მომლოცველებისთვის საინტერესო, არამედ უბრალოდ ტურისტისთვის, რომელიც საქართველოში შემოდის. ერთ-ერთი ესე იგი საინტერესო ადგილი, სადაც მიემგზავრებიან, ნახულობენ, ეს არის სწორედ ასურელი მამების დაარსებული მონასტრები. აი მართლაც რა საოცრებაა, რომ ამდენი საუკუნის მერეც ეს მნიშვნელობა და ალბათ კიდევ ბევრი საუკუნე, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებს ეს მონასტრები ამ მნიშვნელობას. საგანმანათლებლო ცენტრებად იქცნენ, ხო? ხა მარტო დავით გარეჯის ხსენება რადგის და ნუ შიომღვიმელის ასევე შიომღვიმის მონასტრის. სადაც მეფეებიც კი ჩადიოდნენ, იქ საგალობლებს წერდნენ, სინანულის გალობებს წერდნენ, ცხოვრობდნენ ბერებთან ერთად და რეალურად იმ პერიოდში საგანმანათლებლო კერები იყო მონასტრები და განსაკუთრებით რა თქმა უნდა წმინდა მამების მიერ, ასურელი მამების მიერ დაფუძნებული მონასტრები და ამ მონასტრებიდან გამოდიოდნენ მეფეები, გამოდიოდნენ პატრიარქები, ეპისკოპოსები და აი ყველა ცნობილი პიროვნება, რომელიც ჩვენ დღეს ვიცით, რა რო ჩამოვწეროთ და მეორე მხრივ ანუ გადავავლოთ მაცხოვრებას თვალი, დავინახავთ რომ მათ რაღაც გარკვეული შეხება ჰქონდათ აი ამ მონასტრებთან, გარკვეული შეხება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ აი ამ მონასტრებში, იმისთვის რომ ყუდროება მოეპოვებინათ, ესწავლათ ლოცვის ფასი, სახარების ფასი და იმის ფასი თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერის და ბერის გაერთიანებას და მიუხედავად იმისა რომ ასურელი მამები უკიდურესად განდეგილები იყვნენ, ისინი რა თქმა უნდა მაინც არ წყვეტდნენ კავშირს ერთან და აი იმ პერიოდში ძალიან კარგი კავშირი იყო დამყარებულიერსა და ბერს შორის. სამწუხაროდ დღეს ისეთი სიმრავლით აღარ ყავს ჩვენ ბერები მონასტრებში, მაგრამ ყველა ის მონასტერი დღეს ფუნქციონირებს ასე თუ ისე რაღაცა მშუტავი პატრუკივით მაინც ანთია მონასტრებში სულიერი ცხოვრება და ეს ყველაფერი იმედს იძლევა იმისას, რომ მომავალში ქართველიერი გამრავლდება ყველანაირი კუთხით, საბერო კუთხითაც და თუ კი აი თქვენ ახსენეთ 6000 გარეჯელა დერების წამებებს დიახ, ესეთი სიმრავლით იყვნენ წარმოდგენილნი ბერები მე-17 საუკუნეში, დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ, დღეს ნუ თითოეულა ბერი არის, მაგრამ დღეს შეინიშნება რა თქმა უნდა გამოფხიზლება ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ერში, ნაბიჯები იდგმება ეკლესიისკენ, აი წლევანდელ ზობის დღესასწაულზე, ზოგადად ზობის დღესასწაულზე ბევრი ადამიანი მიდის ტაძარში, მაგრამ წელს კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვიდა ტაძარში, სხვა მღვდლებიც ამეთანხმებიან ამაში და იმედია ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ შეიქმნება ოჯახები, გვეყოლება შვილები, ხორციელი შვილები, სულიერი შვილები და ისევ და ისევ ავოსებთ ამ მონასტრებს, იმიტომ რომ დღეს ისე როგორც არასდროს ალბათ ხვდება ადამიანი იმას, რომ ეს ცხოვრება არის ამაო, ამოვებათაი, ყოველივე ამაო, დამღლელი არის ეს ყველაფერი. თქონდა იმას არ ვამბობ, რომ საქმეები არ გავაკეთოთ, მაგრამ ხან ისე ვაკეთებთ ამ საქმეებს, რომ ღმერთი გვავიწყდება, ჩვენ სულზე ზრუნვა გვავიწყდება და კარგი იქნება თუ აი ეს ინფორმაცია, ეს ნობა გვექნება ჩვენ საკუთარ თავში, რომ ასურელი მამები რეალურად მდიდარი ოჯახებიდან იყვნენ გამოსულნი და არის ესეთი ეპიზოდები, მაგალითად ევაგრე, ხო, რომელიც შიომღვიმელის თან მოღვაწე გახდა, მისი მოწაფე
ციხედიდის მთავარი ტოვებს დიდებულ ცხოვრებას და ის ბერი ხდება და არაერთი ესეთი შემთხვევა არის მოცემული, რომ ისე იგი ხშირად მეფეებიც კი ტოვებდნენ დიდებულებას, მდიდარი ადამიანები და ისინი მიდიოდნენ უდაბნოებში, რომ სულის სიმშვიდე მოეპოვებინა. ძალიან დიდი მადლობა, მამა დავით. გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს, ვილოცავთ ჩვენს მაყურებელსაც და დღეს ასევე იყო ბაგრატ მესამი საქართველოს გამაერთიანებლის ხსენების დღე, მაგრამ მის შესახებ ვერ მოვასწარით საუბარი, სხვა დროს აუცილებლად მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.